გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. ტელევიზია, სადაც შეიძლება პირდაპირ ეთერში თქვენ დარეკოთ, თქვენი აზრი გამოთქვათ, ერთადერთი ტელევიზია საქართველოს მედიაში, სადაც შეიძლება პირდაპირ საუბრები, ჩვენც შევეცდებით, რომ თქვენ კითხვებზე პასუხები გაგცეთ არა ვიწრო პარტიული, არამედ ცხოვრებისეული ასპექტიდან. რადიო მსმენელებისთვის ტელეფონის ნომერს გავიმეორებ 557 88 ამ ტელეფონს შეიძლება ამ ნომერს დარეკოთ, თქვენ შევიდეთ ერთმანეთთან პოლემიკაში, თქვენ დასვათ კითხვები, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ საზოგადოების აზრი, საზოგადოებას გამოსავალი როგორ ნახოთ დღეს შექმნილი ესეთი კრიზისულ სიტუაციიდან, როდესაც ხელისუფლება არ ვიცი რამდენი საკითხი უნდა განიხილო ადამიანმა, რომ აი პრობლემაზე ამატებენ, რომ ვერ მივაღწიოთ ერთ-ერთი პრობლემის გადაწყვეტას. ეხლა ეს არაბების საქმე შემოგვახვიეს, ეხლა განათლების სისტემის რეფორმას იწყებენ და ეხლა მე ამის ექსპერტი არა ვარ და არც გია შენახარ, ხო? ამის ექსპერტი გია კარტოზია ჩვენთან ერთად არის, არც ჩვენ ვართ ექსპერტები, მაგრამ მე მაგალითად და გიაც გავიზარდეთ იმ განათლების სისტემაში, რომელიც იყო ავსტრიულ-გერმანული სისტემა, ზოგადი განათლების უმაღლესი სასწავლებელი იყო, იმიტომ რომ ოროსანსაც რომ დაემთავრებინა სკოლა 8 კლასიც, უკვე მზად იყო ცხოვრებისთვის, რომ ცხოვრებაში შესულიყო და საქმე ეკეთებია და ცხოვრება აეწყო. დღეს ამ ექსპერიმენტებს ვერ გავწუდით. 13 წელია ამას ფიქრობდნენ და დღეს კიდე 4 წელი დაამატეს, რომ 2028 წლის არჩევნებისთვისო ჩვენ გავაკეთებთ რაღაცა სისტემასო, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუძლია შეიწოვოს მთლიანად ის რაოდენობა აბიტურიენტების, სადღაც 35-40,000 აბიტურიენტი პირდაპირ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიწოვონ და იქ იყვნენ უფასო განათლებითო. და რო კითხეს ამ კობახიძეს, სასწავლობენ შენი შვილები, შვილიშვილები, ესენი ყველა აღმოჩნდა, რომ ზოგი კოლეჯებში, ფასიან უნივერსიტეტებში სწავლობენ, ზოგი საზღვარგარეთ, ერთი თქვენს, რომ ის, რა ქვია, განათლების მინისტრის ბავშვი სწავლობსო სახელმწიფო სკოლაში. დანარჩენი ყველა სწავლობს იქ, სადაც მათ ხელი მიუწვდებათ, იმიტომ რომ ფულის მეტი რა აქვთ, იმიტომ რომ ბიუჯეტი ყოველ დღე ძარცვავენ და ყოველ დღე მიდის ძარცვა გლეჯვა ჩვენ ბიუჯეტის და ამის ხარჯზე თავის შვილებს ამზადებენ იმისთვის, რომ მომავალ თაობის გაუნათლებელ დანარჩენ საქართველოს თავზე დაასვან თავის შვილები და მართონ ქვეყანა. ერთი ორი სიტყვით გია ვთქვათ, დახტება მსოფლიოში. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს მივესალმები და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ დრო გვაქვს ჩვენ და ვსაუბრობთ. ამაზე კიდე გავაგრძელებთ საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დავიწყოთ გარკვეულწილად საერთაშორისო მიმოხილვით ირაკლი და დღეს ვხედავთ ჩვენ იმას, რომ პრაქტიკულად ხდება, ახლა მე შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ გარკვეული ალიანსი ხდება რუსეთსა და ამერიკას შორის. გარიგება. არა, ტრამპს არ უნდა რუსეთის გაბრაზება, იმიტომ რომ ჩინეთს პრობლემა, ხო, რა თქმა უნდა და ევროპა, რომელიც ამაზე არის გაღიზიანებული და რომელსაც არ სურს ამ ომის დამთავრება. მე ერთ-ერთ გადაცემაში აღვნიშნე და ეხლაც აღვნიშნავ, რატო არ სურს ევროპა, რომელმაც აი ამ წლის 25 წლის 2025 წლის თვის უკრაინას გაუწია დახმარება.
ხო ფინანსური დახმარება. სამაგიეროდ 132 მილიარდი დოლარით მეტი რესურსი შეიძინა რუსეთისაგან. რა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, რამხელა სხვაობაა. ხო, ვაჭრობა მიდის. ვაჭრობა ვიღაცები ფულს აკეთებენ, ვიღაცები, მაგრამ ხა სულ არ არდებთ მაგათ ვინ ხოცავს ერთმანეთს, თავარია ფულს აკეთებენ და აი ამით მიდის აი სიტუაცია. აი ბოდიში, რას ნიშნავს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა, ხო, გააწყდით თქვენ რაღაც გენოციდისკენ მოწოდება არის. ჩვენ თავი დაგვანებეთ რა, თქვენ გააწყდით, აი მე მოგაწვდი შენ იარაღს, მე მოგაწვდი შენ ფულს მოგცემ, იარაღს მოგცემ, რომ შენ იბრძოლე რა, ბოლომდე იბრძოლე. როგორ შეიძლება უთხრა ქვეყანას განადგურდი, ბოლო უკრაინელ ბავშვიც კი რო აღარ დარჩება უკრაინაში, რა უკრაინაა ეგა? შენ ფარი ხარ, ევროპის ფარი ხარ. მე უკვე ჩვენ უკვე სხვანაირად დაველაპარაკებით რუსეთს. აი ესეთი ის აქვთ რა მათ და სხვათა შორის უსმენდი ახლა გუშინ ზუსტად მოусმინე ვარი არ მახსოვს მისი მრჩეველი იყო რომ წამოვიდა დიდი ხანია უკვე ის წამოვიდა ზელენსკის მრჩეველი რომელიც იძახის რომ უბრალოდ პირდაპირ ვაჭრობს ახლა ზელენსკი ვაჭრობს გადარჩენისთვის და მას ელის სააკაშვილის ბედი აი ამას იძახის თუ არესი არა ხო არა სააკაშვილის ბედი ეს ყველაზე ესეთი მინიმალურია და იძახის ესეთ რაღაც კი შეიძლება ეხლა 1-2 წელი ეს შეინახონ თითქოსითომ ხელი დააფარონ და რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ შემდეგ გადაეცემა უკვე იმ უკრაინას გადაეცემა ზელენსკი და უკრაინის სასამართლო გაასამართლებს მას. როგორც გენოციდის ჩამდეს საკუთარი ხალხის წინაშე. აი რა მინდა ამით თქვა იცი რომ იყენებენ ამ ადამიანს ბოლომდე გამოწურავენ და ამის შემდეგ ეხლა იყენებენ არ იყენებენ ეს არ არის გამართლება იმისი შენ ქვეყნის მეთაური ხარ როგორ შეიძლება გამოგიყენონ რისთვის რა არ მოელაპარაკნენ რა უნდა გაეკეთებია იყო ესეთი გადაწყვეტილება ეს არ არის ხალხო რაღაც deep state-ი mistake-ი ეს არის შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ რომ რუსეთი როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა უნდა დასუსტებულიყო მას უნდა ჩამორთმეოდა ის პრიორიტეტი რასაც ნიშნავს გარკვეულწილად ქვეყანა რომელიც გააჩნია გავლენები მსოფლიოზე და რუსეთს უნდა რუსეთისთვის უნდა გადაეწყვეტათ ის რომ ის არის ქვეყანა რომელიც კაპიტულაციას გამოაცხადებდა რა თქმა უნდა ეს სისულელია იმიტომ რომ ერთერთი ომი რუსეთთან ვერ მოგებულა იმიტომ რომ რუსეთია და ეს ისტორია უნდა იცოდეთ თქვენ რეგვენებო რომ რა ხდება რუსეთში და როგორ არის რუსეთი რომელიც პეტრე პირველმა და სტალინმა ბერიამ ააშენა იმ რუსეთის დანგრევა ძალიან ძნელია ხალხო არ არის ესეთი რაღაცა ფენომენი რომელთაც შეიძლება ეს რუსეთი დაანგრიო და დაშალო ან სად უნდა დაამთავრო ომი აი რეალურად რუსეთი შეუძლია მშიერი იყოს და ევროპაში ხედავ რა ხდება რაღაცა ევროპა ვერ მოითმეს ამას მიჩვეული არიან ფუფუნებას, კაი ცხოვრებას, კარგ ხელფას, აი სითბოს, ყველაფერს და ეხლა რეალურად ეხლა მე ეს ციფრი ყველა არ მithქვია 132 მილიარდი დოლარი თუ ეხლა თქვენ წარ 132 მილიარდი დოლარით მეტი ენერგომატარებლებზე დახარჯა ევროკავშირმა ვიდრე უკრაინას დახმარება გაუწია. ხო, აბა ეხლა შეშაზე ხო არ გათმევიან და ეხლა არის აქტივები, რომელიც რუსეთს აქვს ევროპაში ჩადებული, ძირითადი ბელგიაშია 210 მილიარდი და ამას ეხლა რაღაცნაირად ვერაფრით ვერ მიუდგნენ, იმიტომ ვარი უთხრა მსოფლიო ბანკმა, ვარი უთხრა ბელგიამაც, რომ ეს ფული გამოიყენონ და ბეჭო მე არ ვიცი ზარია შემოუშვით და მე გავაგრძელებთ. რო არ ვაცდებინოთ. გისმენთ? ისაუბრეთ. დრო რატო ვაცდები?
უყურე როგორ ხლა ეს ფული რომელიც რუსეთს აქვს აქტივები ჩადებული ეს უნდა ამოიღონ და მე მიკოს გერმანია რომელიც 30 წლიან ომში იყო ჩართული პირველ მსოფლიო ომში მეორე მსოფლიო ომში დღესაც არის სვენებს ბიჭო აი რა ხდება ამ ქვეყანაში ხო გაიყო გერმანია დასავლეთ და აღმოსავლეთ და აღმოსავლეთში გაკეთდა მილიცია შტაზი ერქვა ხო ხონდათ SS-ი და გესტაპო ეს იყო 10 ჯერ უფრო სასტიკი ორგანიზაცია რომელიც თავის ხალხზე იყო რა ვიცი გაბრაზებული თუ რა ვიცი რა საკეთებდა და რა ჭირთ ეხლა რომ გერმანელებს რომელსაც აკრძალული აქვს თავდასხმითი იარაღის შეძენა და მისი ყოფნა რატო იარაღდებიან დღეს და რატო არის რომ ესეთი რაღაცა რუსეთს პუტინს გაეცინა რა ევროპაზე რა საერთოდ ფიქრი რა სისულელია პუტინი დაესხას ევროპას თავს რისთვის რა მოტივი აქვს ერთადერთი მოტივი რომელიც ჰქონდა უკრაინასთან კონფლიქტში ეს იყო იგივე აი ამერიკის მიერ და ინგლისის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას რომ აუცილებლად უნდა დაეჯახებინათ რუსეთი და უკრაინა. ხო, ნუ ეს სპეცოპერაცია გასაგებ, მაგრამ აქ იყო ის სწორედ და ის 90-იანების წლებში, როცა იქნა მოლაპარაკება მამა ბუშ შორისა და ელცინ შორის ჯერ კიდე რომ არ იქნება გაფართოება ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით მაგრამ მე თვითონ ხელმოწერილი არ იყო სიტყვიერი შეთანხმება იყო და საერთოდ ესენგე ვისი მოგონილი ამერიკელების მოგონილია ხო და ეს მიდიოდა ხო ეს მიდის ახლა ნუ საბჭოთა ქვეყნები ყველა გაერთიანდა ნატოში და ეხლა უკვე გადმოვიდა უკრაინას ნატოში ეს უკვე რუსეთის საზღვარია სტალინმა ეს სპეციალურად შექმნა უკრაინა ბუფერული ზონა იყო გაკეთებული რა თქმა უნდა რომელიც ევროპას და გაეროს წევრი იყო ევროპაში უდიდესი ქვეყანა ხო ტერიტორიული ქვეყანა და ამაზე როდესაც უკვე რეალურად დაიწყეს საუბარი და მოდი ახლა ნატოში შევა უკრაინა და ნატოს ჯარები განთავსდებიან უკვე რუსეთის საზღვართან ამაზე რა თქმა უნდა რეაქცია მიიღეს რა და გასაკვირი არ არის თვითონ ახლა ტრამპი რო ამბობს რომ მე რო ყოფილიყავ ეს ომი არ დაიწყებოდა ეს რას ნიშნავს რომ ეს ხელოვნურად იყო გაკეთებული ეს რომ ომი დაწყებულიყო და ყოფილიყო ეს კაცის მკვლელი ომი ხალხი იხოცება ხალხო ზარია გისმენთ ისაუბრეთ დროს ნუ კარგავთ ალო ნუ გაითიშა დღეს რაღაცა სამწუხაროდ რაღაცა ესეთი ეხლა კარგი მაგრამ უყურე თუ ტრამპი ამბობს რომ მე ვარ მშვიდობის ყოფილი დღეს რატო იმუქრება თქვათ ეგერ მადურას რომ შემოვალ და მე მჭირდება ნავთი აი ეს ხო არასწორია ეს ტრამპიც არა რაღაცა თანმიმდევრულად არაზროვნებს ეს კაცი დღეს გაეღვიძება ამბობს ამას მერე გაეღვიძება ამბობს იმას და ვერავინ ვერ გაიგო ამ კაცს რა უნდა ფული მინდაო ფული თუ გინდა დღეს ჩინეთთან ეხლა გააფორმეს ხელშეკრულება ჩინეთში მოიპოვება აი ტექნოლოგიის ძალიან ესეთი სიმდიდრეები რომელიც სხვაგან არ არის და ამერიკა აწუდის ახლა ტექნოლოგიებს ჩინეთს ამ მიკროჩიპებს რომელთაც შეუძლია რომ განვითარდეს ჩინეთის როგორც სტრატეგიული ისე თავდასხმითი პოტენციალი ხო და იმის საფასურად რომ ამერიკა მიიღოს მერე ეს იშვიათი მინერალები რომელიც მოიპოვა ჩინეთში და ეს როგორი გარიგება თუ ესე არიგებ ისე გაარიგე რა როგორც მოგაფიქრდება ისე ხო არ შეიძლება ყველაფრის კეთება არ შეიძლება ესეთი რაღაცა და ეხლა რუსეთი ჭირდება ამერიკას ჩინეთის საწინააღმდეგოდ ეხლა იაპონია მილიარდის უნდა შეიძინოს ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიები ტექნიკა და თვითმფრინავები და ყველაფერი ისედაც 60,000-მდე ჯარი დგას იაპონიაში ამერიკული ბაზა
თავისი წყალქვეშა ნავები, თავისი მთელი ინფრასტრუქტურით და აქეთ ტაივანს აძლიერებენ, აქეთ იმას, რომ ჩინეთს გარშემო რკალი დაარტყან. და აქედან რუსეთმა რომ თავის თამაშით არ ითამაშოს ჩინეთის ეს ხო ყველაფერი იმის პირობებია რომ შეიძლება ომი განვითარდეს ევროპაში ევრაზიაში და ევრაზია შეიძლება სულ დაიბუგოს და სულ განადგურდეს მთლიანი კონტინენტი მოიცვას წესრიგს ალბათ ეხლა სომხეთთან აქვს ლაპარაკები რომ ზანგეზურის ხაზი მისცენ რომ ლოჯისტიკისთვის ამერიკას კონდეს საშუალება რომ გავიდეს ირანზე და შემდეგ დანარჩენ მუსულმანურ სამყაროზე. აი ეს ყველაფერი ხო იმისთვის კეთდება რომ ამერიკა იძლიერებს თავის მდგომარეობას. ზარია გესმენთ? გამარჯობათ. ეხლა კარგია რომ ამერიკაზე საუბრობთ გასაგებია ყველაფერი ჩვენ ქვეყანას ეცედება ამერიკელი რო ხარ სულ გარეთ ნაციონალური მოძრაობა პირველი და ეხლა როგორც გავიგე პატრიოტებიც კი ისულან ეხლა ეკაბატონებმა მენანება წორე ეხლა თანხმოვანები არის ძალიან კარგიც სად მისულან ვერ გავიგე სად მივედით საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ნარატივზე გასხმის პირდაპირ საინფორმაციო ტექნიკა თქვენი გამოსვლები და მადლობა გაგცემთ პასუხს არ მინდა ამაზე საუბარი ნუ ეხლა ეს არის სუბტიტრებით სადისთვის მადლობა მაგრამ ჩახედული არ ხართ როგორ შეიძლება ჩვენ მონარქისტები რომლებაც 2004 წელს გავასვენეთ ის ადამიანი ვინც არის არ გავასვენეთ ირაკლი მოდი არ თანმიმდევრულთ აუხსნე ამ ადამიანს ყველაფერს რაც არის და როგორც იყო და მე აი აქ პირადად ვინც ვზივარ ხო მე გეუბნებით 2003 წლის 14 დეკემბერს პირველი აქცია დავიწყე 2003 წლის 14 ნაციონალების წინააღმდეგ ჯერ კიდევ არც იყვნენ მოსულები ხელისუფლებაში ამას მოყვა თეატრალიზებული აქციები სოროსის გასვენება პერფორმანსი სოროსის გასვენება პატიმრების აქცია მართლმსაჯულების საწინააღმდეგო აქციები ამის შემდეგ სწორედ ამის შემდეგ მოხდა ჩვენი დაპატიმრება და ესეთი სპეცოპერაცია არც ერთ ქვეყანაში საკუთარი ხალხის წინაშე არ ჩაუტარებია არც ერთ იმას ხელისუფლებას რაც ჩვენს წინააღმდეგ და 72 ადამიანი დილის 4 საათზე თვითონ გერმანელები იყვნენ და იმას ომს იწყებდნენ ისე შეტევა ირმა ინაშვილი და თარხან მოურამა წინააღმდეგობის ბრძოლა მოძრაობა შეიქმნა შემდეგ სადაც ვიყავდა პირველი და რეალურად მოდი სად ეძინათ ამათ თუ არა მოდი εσείς თქვათ რომ არა ირმა ინაშვილი და ბატონი დავით თარხან მოურავი ხო მე სულ ვიძახი ამას და დღესაც ვიტყვი და გავიბეორებ ირაკლი ყობახიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე რომ არა ირმა ინაშვილი და დავით თარხანმოურავი იქნებოდა სოროსის ფონდში რომელიღაცა პროექტის ხელმძღვანელი აი ეს იქნებოდა და არა პრემიერ-მინისტრი დარჩებოდა ხო და ვერ მოვიდოდა ბიძინა უმრავლესობით ბიჭო 25% ნაცებს წართვა ზუსტად იმან რაც ნაბიჯი გადადგეს ამათმა რომ გამოააშკარავეს ეს ნაძირალები და თქვენ ძალოცვილებო ეს არის წითელი ხაზი რა უბრალოდ პაპატიეთ ხო ვინც მისნობს ალბათ მიხვდება რომ ჩემი აღელვება ძალიან ძნელია რომ უბრალოდ ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენი ურთიერთობა ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი დღევანდელ ხელისუფლებაც უკვე ნაციონალისტებისკენ იხრებიან და ჩვენ ამათაც მე ჩვენა ვართ ნაციონალები თუ თავი ჩახედეთ რა თქვენ აი კითხვის ვინც გამოაგზავნეთ დარეკეთ და შეხედეთ პარლამენტს დღევანდელ მთავრობას შეხედეთ ვინ არიან ნაციონალები ყობახიძე იყო ბიჭო ყობახიძემ რომელმაც გერმანიაში ისწავლა იმ გერმანიაში რომელსაც დღეს აგინებს ანუ deep states რო ეძახის იმ გერმანიაში დაამთავრა იმ გერმანიაში შეასწავლეს იმ გერმანიაში მიიყვანეს სოროსთან და სოროსის ფონდში მუშაობდა ხალხო ესენი არ არიან კონსერვატორები არ არსებობს კონსერვატორი რომელიც ასე არსებობს დღეს ეხლა უყურე როგორი რაღაცა კაცო
თავის ხალხს იჭერენ კორუფციაში და მე რატო უნდა დაუჯერო ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ თუ ისინი იყვნენ დღეს ესენი არაკეთებენ იმას რომ ეს ბიზნესები გადმოიტანონ თავის თავზე და თვითონ აკეთონ ის უმსგავსობა რასაც აკეთებდნენ ის მე ლექსებს გახარიას არ უძღვნიდი და ვინც უძღვნიდა ის ადამიანი დღეს პრემიერ-მინისტრი ხო და ეს გახარია მტერია აი ეს არის რა მეტი კი არაფერია გისმენთ გამარჯობა ირაკლი გია გენეცვალე ძალიან პატივისცემთ თქვენ განსაკუთრებულად თქვენ იცით ეს თანაც იცით რა თქვენ ისეთი გზა გაქვთ განვლილი აი მახსოვს სამართლიანობის პარტიასთან რომ იყავით და ეს დაბატიმრება ეს ყველაფერი კარგად ვიცით და თქვენ იბრძოდით ანტისოროსის წინააღმდეგად და საქართველოსათვის რა თქმა უნდა მაგრამ დღეს მე ერთი რაღაც საკითხი მაღელვებს ძალიან და რო არა ვთქვა არ შეიძლება ძალიან დაიწყო გიორგი სააკაძის მიმართ ერთ-ერთი ისტორიკოსის აი შეხედულებები თქვენ თუ არ საკითხული ასავალ-დასავალის ბოლო ნომრები ისიც რა გიორგი სააკაძე რომ დიდი ადამიანი იყო და დიდი ქართველი იყო ეს ყველა მიცით ძალიან კარგად და სტალინს არ შეეშლებოდა რომ გიორგი სააკაძის ფილმი არ გადაეღო რომ გადაიღო ესე იგი რატომ რომ პატრიოტულად აღენთო ადამიანები ხო თანაც ჰიტლერი მართლა დაფიქრდა და თქვა რომ ამათ რომ ფილმისას სალიათო ესე იგი ძლიერები არიანო ნამდვილად ხო და დღეს უკვე ისე გამოდის რომ გიორგი სააკაძე ყოფილა მოღალატე გამყიდველი თავისი რწმენი და ასე შემდეგ და ძალიან გულით მინდა გენაცვალეთ თქვენ გთხოვთ პირადად თქვენ რომ იქნებ შეისწავლოთ მე არ მიმიწდება არაფერი ხელი არ მიმიწდება გიორგი სააკაძის პიროვნების მიმართ იმათ სხვადასხვა ისინი ნაწარმოებები მაგრამ ხომ შეიძლება პასუხი გაეცეს სიმონ მასხარაშვილს სიმონ მასხარაშვილმა თქვა რამე ქალბატონო აი მაგას აქვს ახლა ვიტო ჩუბინიძის არის ხოლმე პუბლიკაცია და სიმონ მასხარაშვილთან და მაგან თქვა ზუსტად რომ შაჰაბას სილაც გაუწნია თურმე გიორგი სააკაძესთვის რომ გიორგი სააკაძეს რწმენად შეცვლილი ჰქონია და ასე შემდეგ ნუ აღარ მინდა დეტალებში თქვენ თვითონ მადლობა მე არ მოველოდი თქვენს იმას სიმონ მასხარაშვილი ახლა ეგ კაცი ჩვენთანაც იყო პარტიაში და ნუ არ ქონდა ეგეთი აზრები და თუ ვინმე შეუკვეთა ახლა ეგ აზრები და ამას ლაპარაკობს ძალიან საწყენია იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენი მამული შვილები ჩვენი ადამიანები ესე გავწიროთ და რაღაცა დავაბრალოთ რომელიც ვინ ამტკიცებს ამას ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვა კგბ-ს აგენტი იყო რა ქვია გიორგი სააკაძე ან რაღაცა რა სისულელი არაფერი ხალხო ისტორია ხო არის ისტორია დაიწერა და ისტორია მიცის შეცდომები ყველას მოსვლია მაგრამ მართლა არ წავიკითხია არ ვიცი რეალურად მაგრამ ალბათონი ბრძანებს ეს არის შემაშფოთებელი რეალურად და ეხლა სიმონ მასხარაშვილი მე ვიცი ნორმალური ისტორიკოს მაგრამ ერთი პერიოდი მას ჰქონდა საკმაოდ ისეთი გადახრა ჰქონდა საკმაოდ ცუდი გადახრა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში დაინახა რომ იქ ყოფნა არ იყო და ეხლა რომ აი გიორგი სააკაძეს მიმართ ესეთი დამოკიდებულება ისეთი რამეა რომ აი ეს რას ნიშნავს ვიცი აი ჩვენ კერპებს გმირებს ებრძვიან აი რაღაცა ესეთი ხო ეს ბერძენიშვილი რო ებრძვის აი ხა ერეკლე მეორეს ნაძირალავა ყველა მაგრამ რატო უნდა დავიდეს დაუშვათ სიმონ მასხარაშვილი ბერძენიშვილის დონემდე ხო არ შეიძლება რა ზარია გისმენთ მოსმენა იცით ბატონო იცით მოსმენა გისმენთ გენაცვალე ბატონო გისმენთ მოსმენა იცით მეთქი ხო ვიცით მე გამიშვილ და გასულ რა გამიშვილ აბა გისმენთ ბატონო ძალიან გამიშვილ დეტალებს თუ არ ილაპარაკეთ რა მოგისმინოთ როდა ილაპარაკეთ მომიგეთ თუ დამახა ლაპარაკი ეხლა დაახერხები თქვენა იყო ხასტალიდა ხერხა ხუთა თქვენა ასე მომიცე კარგი გისმენთ რა ვფიქრობ რა ვფიქრობ რაო
იმათი ხალხი ჟურნალისტი ხალხი საო რა გნებავთ იმათი გვითხრათ ხალხი ჟურნალისტი კი ბატონო ჟურნალისტის ყავს და ფოტოგრაფებიც ყავს რა გინდა ეულია კომუნისტა მივიდა ელაპარაკო ვისა ეთქობი დაუსვა ვის ელაპარაკოს ობახით სადამის მეერებს ხო ელაპარაკება მე და რო შეეკითხა რატომ არის რომ მე ჩამოწოდ რადიოი რა უნდა გითხოს ბატონო გითხარით და გითხარით გადავცემთ და კითხავს აუცილებლად კი ბატონო გითხარით ახლა რომ ისმინე კი ბატონო არის შეკითხვა შეეცით ლოგასა კი ბატონო გითხარით რატო არის ამ ქახლები შეიძლება იქა სად ამერიკაში დიახ აუ ხოდა არის 30% უსახკარულები და სახლებს არ შეძებენ საქართველოში კიდევა სახლებიდან გავიგეთ უკვე დასავლეთში ნახეთ ბინები ძალიან არის გარბია ხალხი და კიდე ბინებს აშენებენ და ხალხებს არა ხო აი გასაგებია თქვენი აზრი გასაგებია აუცილებლად ეცით როგორ არის ჩემო კარგო ჟურნალისტებს თუ გადავცემთ ვინმე აშენებს რამეს ესენი აშენებენ თავისთვისო ფული გააკეთონ ეს არ არის სოციალური ხელისუფლება რომელიც რაღაცა სიკეთეს მოუტანს ქართულ ხალხს ესენი არიან შოვნაზე გადაგებული ადამიანთა ჯგუფი ეს სექტასავით არიან რომელთაც უნდა იშოვნონ დიდი ფული ჩემო კარგო თქვენ როგორც ახლა გატყობთ პენსიონერი ბრძანდებით რამე პროტესტი გამოგითქვიათ იმაზე რომ პენსია არ ყოფნით პენსია არ არის მე მაგალითად როდესაც დაგვიჭირეს მე საკარი გამაყიდინა რა ქვია იმას რა ქვია სომეხი რო არის მევახშე და ქუჩაში დამტოვა იმიტომ რომ ორი კაცი უნდა გამომეყვანა ციხიდან და რა ვიცი ყველაფერი გადავიტანეთ ჩემო კარგო თქვენ შეიძლება არ გადაგიტანიათ ის რაც ჩვენ გადავიტანეთ მაგრამ ჩვენ არასდროს არ დაგვიბრალებია ქართული ხალხისთვის რამე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მოუწოდოთ ხალხს რომ სიმაღლეზე იდგნენ და იდგნენ იქ რომ სადაც ქრისტიანული საქართველო უნდა იდგეს ჩვენ ამას ქადაგებთ ჩემო კარგო და ეხლა რომ კითხვის დასმა რა სისულელია და ახლა კობახიძე იტყვის დამნაშავე ვარ და არიქა დამსაჯეთო ხარ იტყვის ხო სისულელია გაქანებული გაიძვერა ეს კობახიძე და როგორ იტყვის ახლა მე დამნაშავე ვარო თქვენ როდისმე გაგიგიათ ვინმეს ეთქვას დედა ბოზი მყავს და მამა ჩათლახიო არ იტყვიან ესენი ამბობენ რომ ჩვენ ვართ ყველაზე კარგები სულ გვიმტკიცებდნენ 13 წელია გვიმტკიცებენ რომ ყველა მათი დანიშნული პრეზიდენტი მაგარი და კარგია აღმოჩნდა რომ ნაძირალები არიან ქართული ხალხის მტრები არიან ყველა პრემიერი ყველა მინისტრი თქვენს რომ ჩვენ აყვავებულ ედემში ვცხოვრობთ აღმოჩნდა რომ ყველა ნაძირალა დღეს რატო უნდა დაუჯერო ვიღაცა კობახიძეს რო თურმე აი უყურეთ არა ხო დაიწყეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ სად არის ისინი ჩხრეკები ჩაატარეს ისე და მორჩა გაჩუმდნენ ანუ კონკურენტები მოიშორეს იმათ უთხრეს რომ ეხლა დავაი აქედან და დაამთავრეს სად არის ეს განაჩენი როგორ არ არის კაცმა თუ 10 და 100 მილიონი მოიპარა იმას განაჩენი არ უნდა ქონდეს ერთად იპარავენ უბრალოდ იმათ აღარ აძლევენ და თვითონ უნდა ქონდეს კარგი სულელები ხო არა ვართ რა რაღაცა ხო უნდა ვიფიქროთ გარდა იმისა ვინც თავში რაღაცას ჩადებას გვიპირებს უნდა ვიაზროვნოთ უნდა ყოველთვის ანალიზი გავაკეთოთ გისმენთ დასკვნამდე რომ ჩვენ ვართ ხალხი ადამიანები რომელსაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება თავისუფალ ქვეყანაში გისმენთ ვისაუბრეთ ალო დიახ დიახ ისიც რა აი გისმენთ და ყველაფერი ჩვენი ბრალია არ არის გამორიცხული ჩვენ გავათამამეთ
და გავაფუჭეთ ყველა მთავრობა დაწყებული შევარდნაძიდან. ჯერ იყო შევარდნაძემ ხალხს შეუჭამა ფულებით, მე დასალ გაყინულ 7-14-ლარზე ჩემი მშობლები, რატომ არ გამოდიოდა ხალხი? რატომ პატიობდის? ამის მერე სააკაშვილი. მე პირადად მონად არასოდეს არ მიგზნია თავი რუსეთთან ურთიერთობის დროს. მონა ვარ მე ეხლა. მე მეკოს 99 წელში რა უჭირდათ რომ გამოდიოდნენ შიმშილობდნენ კიბეზე პალატკებში აი რა აკლდათ ეხა თავისუფლება ქალბატონო თავისუფლება გვინდოდა მაშინ იმიტომ შიმშილობდნენ მე მივიღეთ ჩვენ ეხლა მოდისმინეთ ჩვენ ეხლა ოკუპაცია საქართველოს გაგვიკეთა ჩვენ ვართ საქართველოს მონები იცი რა გვიშველის გითხრათ ერთი ბომბი დაუშვით ივანიშვილის სახლზე, მეორე ბომბი პარლამენტზე და მესამე ოცნების შტაბზე. აი მერე გვეშველება. მადლობ ზარისთვის ქალბატონო. ჩვენ რო თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და ეს იდეა არის და რეალობა არის ეს სხვა საკითხია და ის რომ დღესაც მდგომარეობაშიც ვართ ეს სხვა საკითხია. ეს სიტუაცია მოიტანა სოციალურმა მდგომარეობამ რა. ის რომ ამ ქვეყანას ამდენი 30 წელზე მეტი არ ეღირსა ნორმალური ქართული მიდრეკილია აი ბელადომანიაზე რა ეხლა კი დალოცული ზუსტად გამსახურდია კი ეროვნული კაცი ყველაფერი მაგრამ ხარ შეიძლება ზვიადისტი იყო შეუნდა იყო ქართველი რომელიც მე მოვიდა შევარდნაძე ნაძირალა რომელმაც გაყიდა და გააჯართა ქვეყანა და ედვარდისტები გახდნენ. არ გახსოვს რაც გვეუბნებოდა რჩეულიშვილი. რო თუ არ გახსენებენ დამთავრებული ასე. მე მოვიდა ეს ვირიშვილი ეს ისა მიშისტები გახდნენ. ეხლა არის ბიზნესისტები და ეს უბედურება ხალხო ეს ავანტყოფობაა დამიჯერეთ რა. არ შეიძლება კაცის კაცობა. კაცის კაცი არის არა კაცი. არ შეიძლება ჩერჩილის სიტყვებია თუ შეატყვე რომ ხელისუფლება მოგწონს ეგრევე მიაკითხე ფსიქოლოგსო არ შეიძლება ხალხო ესე ყოველთვის უნდა იყოთ კი ჩასაფრებული კი არ უნდა იყოთ ყოველთვის უნდა განწყობილი იყოთ იმისთვის რომ მოუწოდოთ ხელისუფლება რომელიც 13 წელია ბიჭო დღეს მივხვდა რომ განათლება თურმე არ ვარგა თაობა ხომ მოსპავდო ის თაობა ხო ორი თითქმის ორი თაობა მოსპარი რა გაუნათლებელი კრეტინები გაზარდეთ თქვენი დედავატირე მე ერთ თაობა ნახევარი რა ესე ვთქვა ექსპერიმენტ რა სოროსის დროს არის ყო ჩვენი პრემიერი იქ სოროსის ფონდში რა თქმა უნდა იყო და ემხრობოდა ხო რომ კრეტინები გამოსულიყვნენ ხო აი ეს შეიძახეთ თქვენ რომ ესენი რეგვენები არიან ახლა უნდა 2008 წელს უნდა დავიწყოთ ის რომ კიდე არჩევნების პერიოდში რომ განათლება მივცეთო რა სისულე რა ექსპერიმენტები უნდა ბიჭო ამაზე უკეთესი რა არის მოგონილია უკვე ეს ველოსიპედი კომუნისტების დროს განათლების ზოგადი განათლების სისტემა იყო უმაღლეს დონეზე რა თუნდა ამას ლაპარაკიდო სკოლას ვამთავრებდა ადამიანი სოფლიოს დონეზე მე დაჟე ამერიკაში რო ჩავიდნენ საბჭოთა კავშირიდან გამოშტერდნენ იქ ისეთი ვიწრო განათლების რაღაცა სისტემა იყო მე რა მახსოვს იცი ერთი საჩვენეს რა მაგალითს მოვიყვანო ხალხო დროშებს სადაც ბეჭდავენ ფაბრიკაში და ერთი ბეჭდავდა ჯვრებს იმას ვარსკვლავებს მეორე ზოლებს და ზოლებს ვინც ბეჭდავდა იმას კითხეს რომ რამდენი ვარსკვლავი აქაუდა ეგო ჩემი საქმე არ არისო ის ბეჭდავსო გაიგეთ რა დონია ხალხო დღეს ამერიკაში ასოები არიციან რა გამრავლების ტაბულა და რა ისე ვაფშე არაფერი არიციან სამაგიეროდ იმ ელიტის შულების სწავლობენ განათლებას იღებენ და მერე თავზე აზიან თელ ხალხს ესე უნდათ აქ მოაქციონ ჩვენ უნდა კრეტინები გაგვიზარდონ ჩვენი შთამომავლობა რომ თვითონ მერე მართონ ეს ქვეყანა ამას აკეთებს კობახიძეს რო უყურებ დებილივით რო იყურება დებილი არ არისო გაქნილი კაციადო გათახსირებული კაცია იტყუება ხალხო და ეს საქმე ახლა რომელიც ამოწიეს რა ვიცი BBC-მ რა ვიცი ტყვილიც რო თქვას BBC-მ
სოფლიო მოკე გაიგო რომ საქართველოში მოიწამლა ხალხი არა მე რა ვიცი ახლა აი იყო არ იყო მე როგორ მტკიცება რომ გავაკეთო მაგრამ BBC-მ თქვა და ესენ თავსაც ვერ იმართლებენ გომელაურმა არ თქვა კაცო ეს ნივთიერება არისო იქაო ტელევიზორში არ ნახე იყო ეს საუბარი იყო აბა შენ როგორ ფიქრობ რა აღიარა გარკვეულ ფაქტები ნუ ფაქტის რომ ეს რაღაცა ნივთიერება არის ნაყიდი მაგრამ ყველაზე ცუდი აქ არის ის რომ ამხელა საერთაშორისო მედია საშუალებამ საქართველოზე გადაიღო ამხილა რეალურად და ეხლა მოდით რა ამას უყურა დაახლოებით ნუ მილიარდზე მეტმა ადამიანმა სიტყვაზე ვთქვათ და აქ კუბახიძე და ჩვენი ხელისუფლება დღეს ნუ იმართლა თავი არ იმართლა ამაზე არ არის საუბარი და სულ გაიგო რაღაც 1,200,000 ადამიანმა სიტყვაზე ვიძახი ხო ეხლა სად 1,200,000 და 1,200,000 ხო ძალიან დიდი სხვაობა ამაში და რატო მივიდა სიტუაცია აქამდე ეს ერთი და მეორე როცა შენ საერთაშორისო მედიის ესეთი უმსხვილესი წარმომადგენელი გამხელს აი ამ სიტუაციაში ხო ესე იგი რაღაცა არსებობს რაღაცა გაკეთებული ხო აი ეს არის მთავარი და ამის განაჩენი ჩვენ სულ აი ახლო წარსულში ვართ აი ამ აი ესე ვთქვათ აი ამ სიტუაციის მომსწრეები ხო იგივე სადამ ჰუსეინზე იგივე ლივიის კადაფის ვარიანტზე სადაც იყო საუბარი ამაზე საბოლოო ჯამში არ დამტკიც და არ არის მაგრამ შედეგი დადგა სავალალო აი ამაზეა საუბარი და მე არ მინდა რომ საქართველოშიც ესეთი შედეგი დადგეს სავალალო შედეგი მაგრამ მერთმა დაიფაროს კაც ყველა ადამიანია და ჩვენ არა ვართ ჩასაფრებული ადამიანები რომ ვიღაცა დავიდომა უნდა მოეგონ ესენი გონს არის კიდევ მე ვფიქრობ კიდევ არის დრო რომ მოეგონ გონს და ეხლა მინდა გია მივადგე იმ საკითხს ინვესტიციების საკითხს ეს ინვესტიცია ქვეყანა ამ ძვირფასმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ იზოლაციაში მოგვაქცია ხალხი იზოლაციაში მოგვაქცია განვითარებული ქვეყნები და არა ის ქვეყნები რომლებიც ნავთზე და გაზზე ფულს აკეთებენ და არიან არა ცივილიზებული ქვეყნები ამათთან ურთიერთობას კაი მიშა ამბობდა რომ თურქეთი ისტორიული მეგობარიაო ეხლა ესენი ამბობენ რომ არაბების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია რა გინდათ ხალხო მითხარით ის გინდათ რომ ფულიშო მე დარწმუნებული ვარ ეს პროექტი უკვე ხელმოწერილია შესაძლებელია ბატონო შესაძლებელია ზარს გავაჩერებთ ისაუბრეთ ესეშია დიახ ისაუბრეთ ეხლა ის ხალი რო ამბობდა ჩვენი ბრალიაო ყველაფერიო ჩვენ რა ვქნათ რა შეგვიძლია ოხლემ არა ბოდიში ერთ სიტყვას გეკითხო ვერაფერს ვერ უშევ ბატონო რა საღარმაკეთებ მაგრამ ხოთამს ხალხს ლიდავს ის პატარას ხალხს სუყველასა ჩვენ რა შეგვიძლია ეგ ვერსკომ თამდინა ეს დიდინა რომ მოუსწოთ აი საშუალება თუ იმეს აზრი აქვს როგორ მოუსწოთ მე კარი თავარი კარგით გეტყვით მაშინ რა ეხლა იმ ქალბატონმა გარკვეულწილად სწორი მიმართულება მისცა იმიტომ რომ თუ დემოკრატიულობანას თამაშობთ და ქვეყანაში დემოკრატია გვინდა ეს დემოკრატიის მთავარი პირობები ის არის რომ არჩევითი უნდა იყოს ხელისუფლება და როდესაც ჩვენ არ მივდივართ ან ვერ ვაკონტროლებთ არჩევნებს მაშინ ხდება ზუსტად ეს უბედურება რომ ეხლა ბიძინა იქნება თუ ხიძინა იქნება რა მნიშვნელობა აქვს ადამიანები რომლებიც ახერხებენ იმას რომ მიიტაცონ ხელისუფლება და დანიშნონ თავისი თავი ხელისუფლებად უკვე ეს არ არის დემოკრატია ეს მეფის დროს არ ხდებოდა ხალხო არ ხდებოდა რომ განხილვის გარეშე ვინმე დაენიშნათ სადმე და რამე გაეკეთებიათ დღეს ეს ხელისუფლება როგორ აიცი ხვალ მე მგონი გამოვლენ და იტყვიან რომ ჩვენ გვჭირდება 80% და ამ 80%-ს აგერ დავინიშნავთ
და ხმის ამომღები არა ვერ ხედავთ რას აკეთებ რას იძახიან ტრაკაც უკებს თუ რას იძახიან აკაც უკებს ახალგაზრდებს შეიძლება ნაძირა ეს ვინ არის ბიჭო ეს რამიშვილი ეს თემურ ჟორჟოლიანმა გადმოიყვანა კონსერვატორებზე იყო გაქანებული მიშის უკანალში იყო როგორ შეიძლება დასცინო ბიჭო თან კაი ბიჭები ყავს თუ ჭკვიანი ბიჭები ნაკითხები გარანტირებული არ შეიძლება ხალხო ახალგაზრდების ესე შეურაცხყოფა არა ხარ თქვენ ის ხალხი ვინც ამის უფლება მიეცით თქვენ თავს ახალგაზრდები არიან მომავალი უნდათ რაღაცას ხედავენ თუ იმის თავი არ გაქვთ რომ დაარწმუნოთ რომ ეს ცუდია არ შეიძლება ესე შეურაცხყოფა არ შეიძლება ჩემო კარგო იმიტომ რომ ეს ხალხი უნდა მოვიდეს სხვა ხელისუფლებაში ქვეყნის მართლობაში უნდა მოვიდნენ აბა როგორ იქნება სადღაციდან ჩამოვიყვანთ ისედაც აგერ არის რომ 10-15 წელიწადში ქართველები იქნებით უმცირესობაში ხალხო და რატომ დევნით ამ ახალგაზრდებს ზარია გისმენთ ალო გისმენთ ისაუბრეთ ისაუბრეთ ჩემო კარგო ისაუბრეთ ნუ გაიტიშე არ შეიძლება ხალხო შენ ვინ მაპატიე ვინ ჩემი ფეხები ხარ რომ ვიღაცას ასეთ რაღაც შეურაცხყოფას აყენებ არავინ არ ახარ შენ თვითონ ვინ ახარ შენ განსაზღვრო ვინ ხარ შენ რომ იმ ადამიანს რომელიც ამას აპროტესტებს რა უნდა ქნას ამ ხალხმა გამოვიდა 10,000 ადამიანი გამოვიდა 20,000 და ეს ხელისუფლება მერეა რომ გამოვიდა ერთი კაცი რომ გამოდის შეუპატრონო ხო უნდა გაიგო რა უნდა იმ ადამიანს რა არის იგნორი რომ 10,000 არაფერი არ არის როგორ შეიძლება 10,000 უკმაყოფილო ადამიანი რომელიც გეუბნება რომ არასწორი ხარ და შენ ყურადღებას არ ეცე შენ რა მთავრობა ხარ შენ არავინ არ ახარ შენ არ ახარ მთავრობა შენ ხარ მიტაცებული გაქვს ხელისუფლება და შენ ცხოვრებით ცხოვრობ და არა ხალხისთვის და როგორ შეიძლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ დეკლარაციაში არის ეს რომ გოდიში ის გამახსენდა კაცო ეხლა როგორ მიიღეს ხო იცი თუ გინდა ჩაატარო აქცია უნდა მიმართო შინაგან საქმეთა და მილიცია გეტყვის აქ არა დღეს წადეგერ ხაშურში ჩაატარო ხაშურში და პლუს არის ის მომენტი დგება დღეს აქციის საკმაოდ ისეთი აი ძალიან ისეთი კანონია მიღებული დრაკონული პირდაპირ ვთქვათ რომ შენ უკვე ფეხით მოსიარულესაც უშლი და ტროტუარზე უნდა დადგე ტროტუარზეც ვეძგები ხო რაღაც სასწაული კანონი მიიღეს რომელიც აი დემოკრატიასთან კი არა საერთოდ არაფერთან არ არის კავშირში ისეთი კანონებია მიღებული რომ აი ნუ ახლა არ შეგვიძლია რომ ორი კაცი დავდგეთ აი ის როგორი მომენტია სამი კაცი ბირჟა ხო ჩვენ აი ეგეთი ვარიანტი მოვლეს სამი კაცი ბანდა დაგიჭერენ აი ეგეთი თუ არიან აი ეგეთ კანონი აქვს მიღებული ხო ეგეთი კანონები არც არ ვიცი ხა ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ბელორუსში რო არ არის ვიცი ბელორუსში არ არის ესეთი კანონი რომ მე მაქვს უფლება 10 კაცით 20 კაცით 30 კაცით გავიდე და პროტესტი გამოხატო და აქ ეხლა ეს ამათმა მიიღეს ის კანონი რომ ჩვენ 20 კაცით არ შეგვიძლია რომ რაღაცა გავაპროტესტო დავდგე არ ვკეტავ ქუჩას არაფერს მაგრამ შენ თურმე იქ რაღაც ფეხით მოსიარულეს ხელს უშლი და ამის გამო დაისჯები მე მახსოვს ამერიკაში თეთრ სახლთან კლიენტი იჯდა კარავე ქონდა და სადილს არ ჭამდა და მივიდა პრეზიდენტი და კითხა რა გინდაო და რაღაცები და აქ ბიჭო 10,000 კაცი გამოვიდა კატაცუკები თუ რა ქვია აკაცუკები მაგრამ სამწუხაროდ არის აი ეს სწორედ აი დეკლარაციაში გაეროს ადამიანი რო იყოს ის შობელძაღლი იქ და მაგას დაუძახონ და ერთი ყურიზეში რომ მოსდონ გაუხარდებათ რა არის დაჭერები რა უკეთურება ბიჭო მიშას არ გაუკეთებია ესეთი რამე კაცო ზარია და გისმენთ ალო ისაუბრე საღამომშვიდობისა გენაცვალე მშვიდობა მოხდა ყველაფერში გეთანხმებით მე ცოტა უკულტურა ვიტყვი ზაღრი პატრონს ვეღარ ცნობს ამ საქართველოში კი ბატონო
და სამწუხარო იცით რა არის? რომ გარბიან და უცხოეთში ეძებენ თავშესაფარს, ჯერის ქართველები უნდა გამორეკონ და ჩამოეთრენ აქ. ალბათო მოდით რა შეურაცხყოფას მივაყენოთ. დავდგეთ აქ. შეურაცხყოფას საკუთარ თავს აყენებენ. ადამიანს სამი შვილი რო ყავს დედას და არა აქვს საშუალება რომ გამოყვებოს და წავიდა სადღაც რომ იმუშაოს ეს გამოყვებოს ეხლა მაგას როგორ ლაპარაკობთ არ შეიძლება ესეთი რაღაცა დამიჯერეთ რა ეს ადამიანი არ არის შეურაცხყოფის ღირსი ჩვენ ვერ გადაუწყვიტეთ იმ ადამიანს რომ შვილი გამოყვებოს სოციალური საკითხები ვერ გადაუწყვიტეთ ამიტომ არ შეიძლება ეს ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ჩემო კარგო ადამიანს ყველა დაბრუნდეს არ შეიძლება ეს ერთმანეთს ყველანი დაბრუნდეს ჩამოეთრიოს რას ნიშნავს ისეთი ეკონომიკურ სოციალური პირობების შექმნას ისაუბრეთ თუ ხართ ხაზზე დიახ და ყველა უნდა იყოს თავის სახლში ახლა კიდე გითხარით და ყველას უნდა თქვენ რა გონიათ ვინმეს უნდა იქ სადღაც გდება აი ჩასული მონათ მუშაობს იქა ვინმეს უნდა აი აქ ალბათონო თქვენ ღმერთმა არ გაგიჭიროთ მაგრამ შვილი რო პირს დააღებს და საჭმელს ვერ ჩაუდებ რა უნდა ქნა ბიძინა მოგცემს რამეს ვინ კობახიძე მოგცემს ეს არაკაცი რამეს არ მოგცემს გარბიან იმიტომ რომ თვითონ არ თქვა ბიძინამ წადითო თუ აქ არ გინდათო კაცო გადაშენდით ვაფშე ქართველებიო გადაშენდით საერთოდ ახლა რა ლაპარაკია ესე როგორ შეიძლება ქალბატონი თქვენ ქალბატონი ბრძანდებით და დედა ხართ და შეიძლება ბებიაც ხართ და როგორ შეიძლება ესე შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს რომელიც საჭმლის გულისთვის კუჭის გული კუჭია ყველაფერი ხო გონება და კუჭი ხო ადამიანი მეტი რა არის და შულს რო აჭამოს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ ძალიან საწყენია ეგ ესე ფიქრი ძალიან ილაპარაკეთ მე გისმენთ მაგრამ ძალიან ესე არ შეიძლება ხალხის შეურაცხყოფა ვინც რაღაცა ორი კაპიკისთვის და ბიუჯეტს ავსებენ თან ეს ხალხი ბიუჯეტს ავსებენ ხალხო და თქვენ ვერ აზროვნებთ უყურე დოლარი 2 და ეხლა ახალი დასცეს დოლარი ამ ნაძირალება ბანკები არიან ნაძირლები ესენი არის ესენ ყველა უნდა მოაშთო და გადაყარო დოლარი შემოდის ხალხო ეხლა 70% შემოდის კი დღეს საქართველოში ცხოვრობს გამოგზავნილი ფული და მით უმეტეს ეხლა ახალ წლებზე შემოდის ეს დოლარი ეს სპეციალურად ეხლა დააგდეს დოლარის კურსი იაფად უნდა იყიდონ და ხო მე შემოვიდა 10 შემდეგ 3-ჯერ 4-ჯერ ზოგადად გაკეთდა რა მე ვახშეების ერთი ახალი წელი მოდის შობა მოდის და გოჭი რო იყიდო 35 ლარიღის კილო გოჭი ინდაური ვაფშე მე მგონი მეში რა ქვია ასტრალური ფასები ყირს და ასეთ ქვეყანას გვიქმნიან და არ შეიძლება ქალბატონო ვიღაცის დადანაშაულება იცით რა ყველას თავისი გაჭირება აქვს ქვეყანა არის ნაძირლებით გავსებული და იმიტოა თორე ვის უნდა იქ წათხრევა სადღაც საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ ცხოვრება უნდა ვინმეს კითხეთ თქვენ რომელიმეს არ შეიძლება ჩემო კარგებო ესე ვიღაცის შეურაცხყოფა იმისთვის რომ ჩამოეთრიონ რატომ უნდა ჩამოეთრიონ ვერ გავიგე ეს უნდა გადაშენდნენ ეს ნაძირალები და მოვიდეს უნდა ხელისუფლება რომელიც მიხედავს ამ ხალხს არის ამის საშუალება ხალხო მილიონ ნახევარი ქართველი ვარ დარჩენილი არც ვარ ამდენი რა უნდა ამის მიხედვას მაბადეთ ემოციებისთვის მაგრამ არ შეიძლება ასე ემოციოთაც ყოფნა და უნდა ხალხიც უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან სტაგნაციის მდგომარეობიდან და უნდა ჩაერთონ ფერხულში სადაც ერქმება საქართველოს გადარჩენა თორე ვერ გადავრჩებით ხალხო შევგჭამენ ეს გადამთიელები და გაგვანადგურებენ და აღარ ვიქნებით ქართველები და საფლავში ჩაგვაფურთხებენ უნდა ვიბრძოლოთ უნდა ყველაფერი ვაკეთოთ რომ ხვალინდელი დღე შვილებს და მას თამამავლობას ქვეყანა დაუტოვოთ სისხლი ამისთვის დაურელი და ეს ვიღაცა ნაძირალა მოდის და მიწა უნდა გავყიდო იმიტომ რომ კარგად ვიცხოვრობ ეუბნებათ თუ ამაზე თანახმახართ ღმერთმა გაგიმარჯვოთ და მე პრეტენზია არ უნდა გქონდეთ მადლობა ყურადღებისთვის უფალი გფარავდეთ შობა მობრძანდება უდიდესი
ბრწყინვალე დღესასწაული და მისი მადლი მოგცეთ. ჩემო კარგებო, ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი გადამრჩენი დაგვეხმარება, ოღონდ ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. არ შეიძლება ბრძოლის გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდება. ხა უფალი ჩვენ უნდა ჩვენი საკეთებელი ვქნათ, ჩვენი წილი და უფალი თავისას იზამს. იმ შემთხვევაში თუ დაინახავსო ჩვენ ბრძოლის უნარი გვაქვს და ვიბრძვით ამისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, უკაცრავად ემოციებისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მომავალ შეხვედრამდე.